მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, პაუზაა თუ დასასრული. არ დაგავიწყეთ არხის მოწონება, ვიდეოს გაზიარება და კომენტარება და დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ ადამიანი, მამაკაცებო, თქვენ ჩაიფიქრეთ საპირისპირო სქესი, ხალბატონებო, თქვენ შესაბამისად საპირისპირო სქესი, ეს არის სასიყვარულო გაშლა და პასუხობს კითხვაზე, პაუზაა თუ დასასრული. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს შორის. რა ხდება თქვენს შორის. 6-იანი ხმლები, კვერთხების რაინდი და 2-იანი კვერთხები. საინტერესოა, აქ თითქოს და 10-იანი ხმლები. აქ თითქოს ორივე თქვენგანი გარკვეულწილად გაყურებთ გზას, ეძებთ გარკვეულ მინიშნებებს, არ ვიცი, რაღაც შთაგონებას, რაღაცის ინფორმაციის გაგებას, აი თითქოს მინიშნებას ერთგვარს, რომ დაიწყოთ მოქმედება, მაგრამ მხოლოდ ეძებთ ჯერჯერობით, იმიტომ რომ არც ერთი არ ახართ ნაბიჯის გადასადგმელად მზად. აქ 8-იანი ხმლები, 10-იანი ხმლები და ქურუმი ქალი ერთად მოვიდა. აქ უფრო არის სიტუაცია, როდესაც ორივე მხარე ტელეპათიურად გრძნობს ერთმანეთს, თუმცა არც ერთი მხარე არ არის მზად გადადგას რაიმე კონკრეტული ნაბიჯი. კი ბატონო, აი ნახეთ 4-იანი კვერთხები და 4-იანი თასები მოვიდა, ორივეს ძალიან განიცდით, ორივე მხარე ძალიან განიცდით ამ ყველაფერს. მოდით ვნახოთ როგორი მეფე და როგორი დედოფალი მოვიდა აქ. აი ესეთ სიტუაცია. აქ ძალიან დიდი ალბათობით, კითხვაც პასუხობს მაგას, პაუზაა თუ დასასრული, მაგრამ ამ შემთხვევაში 4-იანი პენტაკლები. პრინციპში შეგვიძლია გაშლა დავამთავროთ, არკანი მაგი, თასების ტუზი და 4-იანი პენტაკლები მოვიდა და დასტის ბოლოს 10-იანი თასები. აქ არ არის დასასრული, ჩემო ძვირფასებო, აქ არის პაუზა, მაგრამ მოდით მაინც რომ არ გადავახტეთ მომვლენებს, რომ წინ არ გავუსწროთ. მაინტერესებს ამ დასტით რომელი მეფე და რომელი დედოფალი მოვა აქ. და ვნახოთ რა ხდება. მოძებნოთ მეფე და დედოფალი. 9-იანი კვერთხები, განდეგილი. 6-იანი ნახე. ჩემო ძვირფასებო, აქ არის აშკარად შეწყვეტილი ურთიერთობა და თან არც თუ ისე მცირე ხნის წინ საკმაოდ ხანგრძლივად არის უკონტაქტო ურთიერთობა თქვენს შორის, არც მიმოწერა, ესეთი რაღაცნაირი ურთიერთობაა. 10-იანი ხმლები, 3-იანი ხმლები. აი, მოვიდა დედოფალი. ხმლების დედოფალი მოვიდა. ნახოთ ვინ მოვა. მეფედ. სულ მაღალი არკანებით საუბრობს აქ ტარო. დანგრეული ურთიერთობა, კოშკი. საინტერესოა, სატაი მოვიდა თასების მეფე. ხმლების დედოფალი და თასების მეფე, ეს არის ჩვენი დღევანდელი გაშლის ორი ენერგია, ორი მთავარი ენერგია. მამაკაცებო, შეაბრუნეთ თქვენს თავზე და ხალბატონებო ანალოგიურად. ხმლების დედოფალი და თასების მეფე, ეს არის წყვილი, პრინციპში საკმაოდ თავშეკავებული ერთიც და მეორეც. ქალი გაცილებით აი ესეთი
ვერ ვიტყვი რომ კაცზე მეტად შორს მჭვრეტელი ხართ ამ შემთხვევაში, ანუ ვინც ჩაიფიქრეთ იმ ადამიანზე, იმიტომ რომ ადამიანს რომელზედაც ახლა თქვენ გამგაშლას უყურებთ, მასაც საკმაოდ დიდი თავშეკავება აქვს და გამჭრიახობა ყოფნის, მაგრამ თქვენ ამ ურთიერთობაში უფრო ცივ ენერგიებს აჩვენებთ, აი თითქოს ესეთი ენერგია თქვენს მხარეს ქალბატონებო. ნახოთ რა ხდება თქვენს შორის. კიდევ ერთხელ გადავაზუსტოთ რა ხდება თქვენს შორის. არკანი ეშმაკი. ეს არის არკანი კოშკი და 7-იანი თასები. ჩემოკარგებო, ეს არის ცალსახად კარმული ურთიერთობა თქვენ შორის და პრინციპში ამ კარმული ურთიერთობის ერთი ეტაპი დაინგრა, დასრულდა და ეს ნგრევა ინიცირებული იყო ქალბატონების მხრიდან. აქ უმრავლეს შემთხვევაში, თუ ყველა შემთხვევაში არა, უმრავლეს შემთხვევაში იყო ქალბატონების მხრიდან ინიცირებული ეს პროცესი, ანუ ქალბატონები წაღა ხო გითხარით, თქვენ უფრო ცივი ენერგიებით, თქვენ უფრო რაციონალურად შეხედეთ ამ ყველაფერს თითქოს და გახვედით ურთიერთობიდან. მამაკაცები ამ ეტაპზე დგანან არჩევანის წინაშე, თუმცა აქ თქვენ შორის არსებობს ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, ინტერესი და არც ერთი მხარე სამიანი პენტაკლები საინტერესოა. არც ერთი მხარე არ ხართ ჯერჯერობით მზად. ჩემოკარგებო, აქ შეიძლება ბევრ თქვენგანთან გადათამაშდეს ისე, რომ მამაკაცს ყავდა ოჯახი, იმიტომ რომ ხმლების მეფე მოვიდა და სამიანების პენტაკლები გვერდზე და 6-იანი პენტაკლები, ანუ აქ სასწორის ენერგიას თქვენ ძალიან კარგად ხედავთ. შეიძლება ადამიანი, რომელიც ჩაიფიქრეთ, მამაკაცი, მას ყავდა ოჯახი და ფორტუნას ბორბალი. არკანი მთვარე და 10-იანი თასები. ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან, ცალსახად ძალიან კარმულია ეს ურთიერთობა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ურთიერთობა დასრულებული არ არის, თუმცა რო გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ამ ურთიერთობიდან რაიმეს მიიღებთ თქვენ, ცოტა გამიჭირდება ამის თქმა, იმიტომ რომ არკანი მთვარე და ფორტუნას ბორბალი მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. თუმცა წეღან გაშლის დასაწყისში გითხარით კიდეც, რომ თქვენ შორის არის უდიდესი ტელეპათიური კავშირი. რაღაც დონეზე, აი ამოუცნობ დონეზე ერთმანეთს გრძნობთ. კიდე ერთხელ ვამბობ, აქ ფაქტობრივად უმრავლეს და 100%-იან შემთხვევაში გადათამაშდება ენერგია ისე, რომ თქვენ არც კი კონტაქტობთ, არათუ ერთმანეთს ხედავთ, არც კი კონტაქტობთ და ასე შემდეგ, მაგრამ აი გრძნობთ ერთმანეთს შეგრძნების დონეზე გრძნობთ ჩემო ძვირფასებო. მოდი ახლა ვნახოთ პაუზა თუ დასასრული, ანუ ბევრჯერ შეკითხვა და თითქმის ყველა ჯერზე მეუბნება, რომ ეს არის პაუზა, მაგრამ ხანგრძლივი არის ეს პაუზა, იმიტომ რომ აქ ეს პაუზა თითოეულ თქვენთაგანს გარკვეული გაცნობიერებებისთვის მოგეცათ. ვნახოთ რა ხდება. კიდე ეს მოკლედ 6-იანი ხმლების სვა მოდის დღეს გაშლაში. ქურუმი ქალი, პაუზა თუ დასასრული. კვერთხების მეფე, კვერთხების დედოფალი, თასების ბოდიში არკანის სულელი, არკანი მთვარე. ჩემოკარგებო, აქ და არკანი იმპერატორი ქალი, აქ ნამდვილად არ არის დასასრული, მაგრამ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ურთიერთობის დაწყებას კი არა, ამ ურთიერთობის განახლებას ხელს უშლიან გარკვეული ძალები, ზოგთან ეს იქნება მაგიური ჩარევა და ასე შემდეგ. ანუ იქნება აქ უმრავლეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრჯერ მელაპარაკება ეშმაკით, ქურუმი ქალით, მთვარით და ასეთი არკანებით, განდეგილით და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს გრძნობთ, ერთად მაინც არ ხართ და ვერ ხართ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორი ფაქტობრივად ძალიან მსგავსი და ერთნაირი ენერგიის ადამიანები დაეჯახეთ ერთმანეთს და რაღაცეებში მენტალურად ვერ გაუძლეთ. აქ ვიღაცა ბრწყალებში რომ თქვათ კეთილის მსურველიც გეხმარებათ, რომ
ერთად ვერ და არ იყოთ. მე მინდა ეხლა ესეთი ახალი დასტა მაქვს. უთქმელი სიმართლე ქვია ამ დასტას და ძალიან მიყვარს. მინდა ამოვიღო რამოდენიმე არკანი თქვენთვის. აი რა უთქმელი სიმართლეა თქვენ შორის. რა უთქმელი სიმართლეა თქვენ შორის, ეს მინდა რომ ნახოთ. If you ask, I'll stay. თუ მთხოვ დავრჩები. ერთი ეს არის, მაგრამ ან ნახეთ წაღარ გითხარ, დარცეც არ გინდათ ნაბიჯის გადადგმა. მოკლედ ერთი თუ ითხოვს, მეორე მივა. ესეთი სიტუაცია კიდევ რას მეტყვის? მე რომ უფრო მეტად შეგვედრებოდი, დამთანხმდებოდი, უფრო მეტად რომ მეცადა დამთანხმდებოდი, ეს კითხვა მეორე. და მესამე და ძალიან სევდიანი. I really thought you'd always be here. ანუ მე ნამდვილად გულწრფელად მჯეროდა, რომ შენ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდი. აი ეს არის ჩემო ძვირფასო კარმული ურთიერთობის არსი და აზრი, როცა ადამიანი ფაქტობრივად აი ახლა მესამე დასტამ დაადასტურა კიდევ ერთხელ. და ძალიან საინტერესო ამასაც გაგიზიარებთ დასტის ბოლოს სიმართლე იმდენად ჩახლართულია, ხო ხედავთ როგორი ლაბირინთია, შენ ვერც კი წარმოიდგენ. აი ეს არის ფრაზები, რომლის თქმაც თქვენ ერთმანეთისთვის გინდათ. ეს არის დასტა, რომელიც გვესაუბრება უთქმელ სიმართლეზე, ჩემო ძვირფასებო. და აი ეს არის წეღა რო გითხარით, კარმულ ურთიერთობებზე გავაგრძელებ. როცა ადამიანი ფაქტობრივად არ არის შენ სივრცეში, ფაქტობრივად მისი შეგრძნება აღქმის, დანახვის, შეხების დონეზე საერთოდ არ არსებობს, მაგრამ მაინც რომ გრძნობ, მაინც რომ შენია. აქ ძალიან იშვიათ შემთხვევებში წეღანი კი იყო ფორტუნას მორბალიც და კოშკიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ეს ურთიერთობა იყოს კარმული, სადაც ერთ-ერთი პარტნიორი არის უკვე გარდაცვლილი. ესეც შეიძლება გათამაშდეს და წაიკითხოს ეს კომბინაცია, მაგრამ ხო გეუბნებით უიშვიათეს შემთხვევაში, სხვა ვარიანტში ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაინგრა, დანგრევის მიზეზი ძირითადში იყო ქალი, თუმცა თქვენ ხართ კარმული წყვილი. პაუზაა თუ დასასრული, მაინც მინდა ამ ერთი არკანით ამოვიღო ამ დასტიდან, პაუზაა თუ დასასრული, მე კი ვხედავ, ბევრჯერ გითხე უკვე და გადავამოწმე, რომ ეს არის პაუზა, მაგრამ პაუზაა თუ დასასრული. ამ დასტამას მინდა რომ იპასუხოს. ჩემო ძვირფასებო, ცალსახად ეს არის პაუზა, მე მეშინია შენი დაკარგვის და თელ ძალისხმევას ჩავდებ იმისთვის, რომ შენთან ახლოს ვიყო. აი ესეთ ამაღელვებელ და ძალიან ემოციურ ნოტაზე მინდა რომ დავასრულო დღევანდელი ჩვენი საჯარო გასვლა და გისურვოთ თქვენი საყვარელი ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა, მათ სივრცეში მუდმივად ყოფნა, მათი შეხების და შეგრძნების ბედნიერებით გამოწვეული გულის ფანცქალი და სიხალისე. არ მოგიშალოთ სიყვარული ღმერთმა ცხოვრებაში და გისურვებთ თქვენი ძვირფასი ადამიანების კეთილდღეობას, კარგ ყოფნას და რა თქმა უნდა საკუთარ კეთილდღეობასაც. ჩემო კარგებო, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წარმატების კოდის შესახებ ფაქტიურად ერთი კვირა დაგვრჩა და იწურება ის სააქციო შეთავაზება, როცა სიმბოლურ ფასად შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი წარმატების კოდის შესახებ, თქვენი ძირითადი 5 მმართველი ენერგიის შესახებ, რომელიც თქვენს მთელ ცხოვრებას განაგებს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იცოდეთ და ამ ენერგიებს ემუშაოთ, რომ ყოველთვის და ყველგან გქონდეთ პლუსში
და ასევე დღეს არის ბოლო დღე, როდესაც შეგიძლიათ შემომიერთდეთ ფოკუს ჯგუფში შეცვალე შენი თავი, რომლის პროგრამაც გრძელდება დაახლოებით 10 კვირა და რომლის ფარგლებშიც თქვენ ნამდვილად შეძლებთ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. ამას უკვე ადასტურებს ჩემი ჯგუფის წევრების მონაწერები, გაზიარებული ემოციები, რომელსაც მე თქვენ ასევე გიზიარებთ საჯარო სივრცეში და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ. ყველა დეტალზე, პირად გაშლაზე, წარმატების კოდზე თუ ფოკუს ჯგუფში მოხვედრაზე შეგიძლიათ აუცილებლად მომწეროთ და უნდა მომწეროთ კიდეც WhatsApp-ზე პირად შეტყობინებაში, ნომერი მითითებულია Facebook გვერდზე ამავე დასახელების ან YouTube-ზე. გისურვებთ ბედნიერ დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას. დროებით.